ბიბლიოთეკის საგამოფენო სივრცე დიდი დირნის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის წინამძღვრის, დეკანოზ მერაბ დეკანოსიძისა და მისი მეუღლის, მაია ჯანვერდაშვილის ფერწერულ ტილოებს დაეთმო. მათ ვერნისაჟში 4 თვის განმავლობაში შექმნილ ნამუშევრებს შორის, როგორც პეიზაჟები, ასევე პორტრეტები და რელიგიის თემაზე შექმნილი ფერწერული ტილოები წარმოადგენს. ტილოების შეძენა ნებისმიერ სურვილს შეუძლია. ამ თანხით დეკანოზი მერაბ დეკანოსიძე წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის სარემონტო სამუშაოების დასრულებას გეგმავს. 2 წელიც არ არის რაც ხატავ. და ეს მოხდა იმის შემდეგ, რაც უწმიდესი გამოვიდა ტელევიზიით და მთლიანად საქართველოს მისცა კურთხევა, რომ ყველა ადამიანში არის ეს ნიში. და თუ ამას განვავითარებ და დაიწყეთ ხატვა რაღაც დონეზე და ამის შემდეგ მე დავიწყე ხატვა და თავიდანვე 3 თვის შემდეგ მოხდა ისე რომ მეგობრების ესე იგი შტაგონებით რომ ისე დონეზე ვხატავდი უკვე თავიდან და როგორც დავიწყე ხატვა რომ ესენი ყველაფერი გამოიფინოს და 3 თვის შემდეგ გავაკეთე გამოფენა, პერსონალური გამოფენა მე და ჩემი მეუღლემ და პირველ გამოფენაზე მიბიჭვია ხატვათა კავშირი და გავხდით ხატვათა კავშირის წევრები. ის შემდეგ არ გავჩერებულ ვარ დღემდე. პირველი გამოფენაზე რაც ნაშრომები არ გადაგვაქვს მეორე გამოფენაზე, ყველა გამოფენაზე გვაქვს ახალ-ახალი ნამუშევრები. ანუ ამ გამოფენაზე, წინა გამოფენის მეხუთე გამოფენის არც ერთი ნამუშევარი არის. ყველა სამთვეში ახალ გამოფენას ხდით. ეს არის უფლის უდიდესი ნება, რომ მამაოს ხატვა დაეწყო. ეს მოხდა ზუსტად წელიწადი და 6 თვის უკან. და იმის მერე მამამ რო ხატვა დაიწყო, ზუსტად 3 დღეში დავიწყე მე ხატვა. ეს იყო ჩემი ძალიან დიდი სურვილი და ოცნება რომ მე მეხატა და დავიწყე ხატვა მეც მამაოსთან ერთად. და იმის მერე დღე-დაღამე ვხატავ. უამრავი ნამუშევარია შექმნილი ჩვენთან. დაახლოებით 500 ნამუშევარი მაქვს მარტო მე. და მამაოს უფრო მეტი, ბევრად მეტი აქვს. აი ეს ძალა, უდიდესი ძალა, რომელიც ჩვენ ამ მომენტში ჩვენთან არის, არ გვასვენებს, არ გვაჩერებს არც დღე და არც ღამე. წარმოუდგენელია რომ 4 თვეში ადამიანებმა ამდენი ნამუშევარი შექმნან. ეს არის ჩვენი მე-6 პერსონალური გამოფენა. მე ვარ დიდი ბავშვი, საერთოდ. და ძალიან მიყვარს საბავშვო ხარი, ანუ ბავშვებისთვის ვაკეთებ სურათებს ძალიან ბევრს. და კიდევაც ჩანს ჩემ ნამუშევრებში, მაგრამ ბოლო ხანია მე ხატებსაც ვწერ. და ძალიან კარგი გამომდის და ასე იძახიან ყოველ შემთხვევაში და არ ვიცი, ეს უფლისნება, როდამდე გაგრძელდება და ნახოთ. უზიარებ აზრებს, გერა ხანდახან შენიშვნებსაც მაძლევს, აი რაღაცა ეს, ასე ხო არ ჯობდა რომ ეს ფერი დამჭდარიყო. ასევე მეც, აი მამაო, ასე ხო არ ჯობია რომ ეს ასე ყოფილიყო, რა თქმა უნდა. ჩვენ ერთმანეთს ვაძლევთ და ძალას ვატებთ. ისე სხვანაირად არ შეიქმნებოდა ამდენი ნამუშევარი. ბოლო პერიოდში ძირითადად გადავედით ეკლესიურ თემაზე და ჩემი მეუღლე ეთქობა კიდევ ეკლესიურ თემებს და ამავდროულად სხვა და პორტრეტები, ნატურმორტები, ყვავილები, შემთხვევით არაფერი არ ხდება და თვითონ ხატვათა კავშირმაც წარმოთქვადი რომ უნდა რომ საპატრიარქოს არსებულ ხატვათა კავშირს, ანუ ხატწერის ჯგუფს მიმართოს რომ მე მომაქციონ ყურადღება რომ მე უკვე მზად ვარ რომ ჩემი ეკლესია რომელიც მოხატული არ არის, მე შემიძლია უკვე მივიღო მონაწილეობა. ხატვათა კავშირი ამას აღნიშნავს და თავის გამოსვლაში ალბათ იყოს ბატონი გურამის შეცვლაზე გაერთიანებული ეროვნული ცენტრის თავმჯდომარე. ეს არის ქართული ნიჭის აღმაფრენა, თუ შეიძლება ასე ითქვას, მამა მერაბი დეკანოიძე ამ ბოლო წლების განმავლობაში, ბოლო 2 წლის განმავლობაში უაღრესად საინტერესო ხელოვნად ჩამოყალიბდა, როგორც ნაივი ხელოვნების ერთ-ერთი ბრწყინვალე წარმომადგენელი გახლავთ საქართველოში. ის ჩვენი გაერთიანების წევრია, ქალბატონ მაიასთან ერთად, მის მეუღლესთან ერთად, უკვე ეს მე რამდენი პერსონალური გამოფენა გახლავთ, უკვე სათვალავეც კი აგვერია, აი სრულიად ახალი ნამუშევრებით წარსდგება ხოლმე ხელოვნების მოყვარულების წინაშე, გამოირჩევა საოცარი ნიჭიერებით, საოცარი ნამუშევრებიად როგორც რელიგიურ თემაზე შექმნილი, ასევე საერო ხელოვნებაშიც უაღრესად საინტერესო ნამუშევრებით არის წარმოდგენილი ამ გამოფენაზე. მე მას უსურვებ მომავალ შემდგომ შემოქმედების წარმატებებს და უამრავი საინტერესო ნამუშევრის შექმნას და გაახაროს ქართული ხელოვნების მოყვარულები. მე როგორც ვერ წარმოვიდგენდი რომ აი მზას დავადგებოდი რომ დეკანოზი გავხდებოდი მონასტერში ვიცხოვრობდი, ვიყავი სანამ წამოვიდოდი ვიყავი სამშობლო ფაკულტეტის დეკანის მოადგილე, ვიყავი ფილმა გიგას პრეზიდენტი, აქტიური ერისკაცი ვიყავი, მოხდა ისე რომ გამოცხადებები მქონდა 6 თვის განმავლობაში და რაღაც ხმა მომიწოდებდა რომ დამთავრდა ჩემი ერისკაცობა, უნდა დავდგომოდი ამ სასურველი ცხოვრების გზას. და ამის შემდეგ მე წავედი მონასტერში
აი ხმაც შემოვიდა ერთ შვენიერ დღეს და მომიწოდა რომ დამეწყო აი ხატწერა და თითქმის აი სასწაულები ხდება ეხლაც. აი მე თვითონ ამჟერ რომ ესე ვხატავ. და ხატავ ყოველთვის ღამეს, გები რაღაც მაგვიდეს და მესმის რა უნდა დავხატო. აი მომდის ეს მუზა, თქვათ ესე რომ ვხატო და ღამის ხანდახან 2 საათზე ვიწყებ და დილის 5 საათამდე უკვე ვამთავრებ ნებისმიერ ნამუშევარს. და გადადება არ მეყარს. ეს ღამეში ვამთავრებ თითქმის ყველა ნამუშევარს. სამდროს ყველა იმ საქმიანობას რაც ეხება ეკლესიას, ვარწინამძღვარ ეკლესიის და ამდენი მრევლი მყავს. ყველას ვემსახურებ უანგაროდ დავდივარციხეებში, პატიმრებთან, რეამინაციებში, ავადმყოფებთან, ასევე ვატარებ წირვებს, ლოცვებს, დღესასწაულებს, აღსარებებს ვიბარებ, ყველა ამ საქმიანობას ერთად ვათავსებ ღამის საათებში ვაწყებ ამასაც. როგორც ამბობენ, ყველა მათ ნამუშევარში გულწრფელობა, ინდივიდუალურობა და თავისუფლება ყველაზე კარგად ჩანს. ხატრობა გულწრფელი ხელოვნებაა, რომელსაც ეს ადამიანები განსაკუთრებულად გრძნობენ. დეკანოზ მერაბ დეკანოსიძისა და მისი მეუღლის მაია ჯანვერდაშვილის ფერწერული ტილოები პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო სივრცეში 10 თებერვლამდე დარჩება.